წითელ პლანეტაზე გადაცხოვრება უფრო დიდი ამოცანების გადაწყვეტის წინაშე აყენებს კაცობრიობას. NASA-ს და ცალკე მილიარდერ ილონ მასკის ტრაბახის მიღმა სინამდვილეში დიდი სირთულეების გადაჭრა მნიშვნელოვანი, თორემ დაპირებებს ეგრე მეცგავცემ. დღეს მეცნიერები აქტიურად მუშაობენ, რათა სამომავლოდ მარსის კოლონიზება შევძლოთ. ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევა ამ მხრივ არის გვირაბების გაყვანა მარსის ზედაპირის ქვეშ, სადაც უზარმაზარი ნაგებობები განთავსდება, რომლებიც შეაერთებს მარსის ზედაპირზე მდებარე სხვა ნაგებობებს ერთმანეთთან. ამის გარდა შესარჩევია იდეალური ადგილი ქალაქის მშენებლობისთვის. შემდეგ უნდა გაიგზავნოს სამშენებლო ბრიგადები და მოწყობილობები და დამზადდეს მყარი მასალები, საკუთრივ მარსის წიაღში მოპოვებული ელემენტებისგან. მანამდე, სანამ პირველი 250,000 ადამიანი მარსზე საცხოვრებლად გაემგზავრება, კოსმოსის ინჟინერთა მთელ გუნდს კოლოსალური მნიშვნელობის პრობლემების გადაჭრა მოუწევს. მარსზე დაფუძნებული პირველი ქალაქის სახელწოდება ნიუვა იქნება. მეცნიერები განიხილავენ იდეას იმის თაობაზე, რომ მასალათა ნაწილის ტრანსპორტირება მთვარიდან მოახდინონ, რადგან მთვარის გრავიტაცია დედამიწის გრავიტაციაზე გაცილებით უფრო დაბალია და იქედან კოსმოსური ტვირთების გადასაზიდად გაცილებით უფრო ნაკლები საწვავია საჭირო, რაც მასალების თვითღირებულებას ამცირებს. არანაკლებ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება მარსზე ჟანგბადის წარმოება. ჟანგბადი შეიძლება დედამიწიდან გადაიტანო, მაგრამ მთელ ქალაქს, სადაც ასეულ ათასობით ადამიანი ცხოვრობს, წლების მანძილზე დედამიწიდან გადატანილი ჟანგბადით ვერ ასაზრდოებ. ამიტომ აქტიურად განიხილება მცენარეების მოშენება მარსის ნაგებობებში. მარსზე აგებული ყველა კლასიკური ნაგებობის სიგანე 800 მეტრი იქნება, სიმაღლე 200, ხოლო სიღრმე 150 მეტრი. თითოეული ასეთი ნაგებობა 12 მოდულურ ბლოკად იქნება დაყოფილი, რომლებიც ერთმანეთს სამგანზომილებიანი გვირაბებით დაუკავშირდებიან. თუმცა ყველა მსგავსი ნაგებობა უნიკალური იქნება, განსაკუთრებული და ორიგინალური არქიტექტურით. ყველაზე უსაფრთხო მარსზე იქნებოდა მიწისქვეშა ქალაქის მშენებლობა, მაგრამ ქალაქი მიწისქვეშ ვერავის მოხიბლავს და ვერავის შთააგონებს, რომ დედამიწა დატოვოს და საცხოვრებლად წითელ პლანეტაზე მიწისქვეშ გაემგზავროს. ამიტომ ნიუვას ნაგებობათა დიდი ნაწილი მარსის ზედაპირზე იქნება განთავსებული. უბრალოდ ფიზიკურ გადარჩენასთან ერთად არანაკლებ მნიშვნელოვანია ესთეტიკური მხარე და ქალაქის მაცხოვრებლების ემოციური კავშირი საკუთარ დასახლებულ პუნქტთან და გარემოსთან. როგორც მარსზე ქალაქის მშენებლობის დაგეგმვაში ჩართული კომპანია აბიბო ვარაუდობს, წითელ პლანეტაზე პირველი ქალაქის მშენებლობა 2054 წელს დაიწყება. ქალაქი ნიუვა კი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე განვითარებული და ინფრასტრუქტურულად სრულყოფილი ქალაქი